დედამიწა და სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგია. მამა აბსოლუტის გზავნილი 18 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ გადავალ დედამიწის სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიასთან ურთიერთქმედებაზე. ეს არის ენერგია, რომელიც რეზონირებს ადამიანის მეექვსე ჩაკრასთან, ხოლო დედამიწისათვის ის არის ახლო და ჩვეული, რადგანაც მისი მესამე ჩაკრა ყოველთვის აქტიური იყო. დედამიწას ადამიანისგან განსხვავებით არასოდეს დაუკარგა კავშირი თავის სულთან, სწორედ ამიტომაც მისი გზნობის ნატიფი ორგანოების ათვლა იწყება გულის ჩაკრიდან, რომელიც ადამიანისთვის სულიერი განვითარების გზაზე მხოლოდ პირველ საფეხურს წარმოადგენს. რატო ვაკეთებ აქცენტს ადამიანისა და დედამიწის ნატიფ აგებულებებს შორის შეუთავსებლობაზე? მე მსურს ჩემო ძვირფასებო, რომ მიხვდეთ თუ თქვენი პლანეტა თქვენზე რამდენად უფრო დიდი და ბრძენია. მისთვის არ არის დაბალი ვიბრაციის ენერგიების ჩვეული, ხოლო თუ ის ადამიანს ტანჯავს, ეს ხდება არა იმის გამო, რომ დედამიწა სამაგიეროს გიხდით, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მისი ერთადერთი საშუალება ასწიოს თქვენი ვიბრაციები და დაგანახოთ თუ როგორ უსამართლოდ ექცევით თქვენს პლანეტას, თქვენს საკუთარ სახლს. ამაში კი მას ძალიან ეხმარება სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის მეექვსე ჩაკრის გააქტიურებას, რითაც მას დაუბრუნებს მომხდარი მოვლენების ღვთაებრივ ხედვას. იმასთან ერთად, რაც ამ ენერგიის წყალობით ადამიანთა ბუთხიალური სხეულები განიწმინდება, დაიწყება დედამიწის იმ ნატიფის სხეულის განწმენდაც, რომელიც მის მესამე ჩაკრას შეესაბამება, რომელიც მისი სულის ზედა ასპექტებთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ასეთ განწმენდის პარალელურ პროცესს უშვებს სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგია, რაც ნებას აძლევს ადამიანს რეზონანსში შევიდეს დედამიწის ვიბრაციებთან. ამგვარად ხდება ამ ღვთაებრივი ენერგიის ორმაგი დამიწება. თავიდან დედამიწა მას ატარებს თავის მესამე ჩაკრის შესაბამისი ნატიფის სხეულის გავლით, ხოლო შემდგომ ადამიანი თავის მეექვსე ჩაკრისა და ბუთხიალური სხეულის გავლით. ამის წყალობით სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგია ხდება უფრო კონცენტრირებული, ანუ უფრო მოქმედიც, რაც მრავალჯერ აჩქარებს კაცობრიობის ცნობიერების ღვთაებრიობისკენ ტრანსფორმაციას. ამგვარად დედამიწა თქვენ გეხმარებათ არა მხოლოდ თვალსაჩინო გაკვეთილებით, არამედ ენერგეტიკულადაც. ხოლო როდესაც თქვენ დაიწყებთ სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიასთან გათვისნობიერებ მუშაობას, თქვენ შეგეძლებათ დასახმარებლად მოუხმოთ გაიას, თქვენს დედამიწას, რომელიც სიამოვნებით გაგეზიარებთ თავის სულიერ სითბოსა და სიბრძნეს. შეეცადეთ იმუშაოთ ყველა ახალ ენერგიასთან, რომელსაც მე გაძლევთ, შეიძლება არა მხოლოდ მათთან რეზონანსში, არამედ მათი გავლით თქვენს პლანეტასთანაც ურთიერთქმედებთ. ეს დაგეხმარებათ უკეთესად იგრძნოთ დედამიწის სული, შეერწყათ მას ვიბრაციულად, რითაც გამოხატავთ მისდამით თქვენს დაფასებას და სიყვარულს. როცა დამიყვარხავთ განუზომრად, მამა აბსოლუტი საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნად წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.